მე მინდა მოგიყვეთ, როგორ გადაატრიალა საავტომობილო ბიზნესი და აჯობა Ford's Toyota-მ. 1950 წლებში Toyota ჩამორჩებოდა ამერიკულ გიგანტებს. Ford დღეში აწარმოებდა 8000 მანქანას, Toyota კი 200. დიდი ქარხნის მშენებლობისთვის ბიუჯეტი არ ჰქონდათ, მაგრამ იპოვეს გამოსავალი, რომელმაც გადაატრიალა მთელი მსოფლიო. ამერიკელების კოპირების მაგივრად Toyota-მ შექმნა just-in-time სისტემა. ანუ ყველა ნაწილი ჩადის პირდაპირ ქარხანაში, აწყობის დროს ზედმეტი დასაწყობების გარეშე. სამუშაო ზოლი ადაპტირებულია მოთხოვნის მიხედვით და არა როგორც სხვა შემთხვევაში, როდესაც მანქანებს ამზადებენ შეკვეთების გარეშე. ეს გადაწყვეტილება დაეხმარა წარმოების აჩქარებაში და ნაწილების შენახვის ხარჯის შემცირებაში. შედეგად მივიღეთ ის, რომ 1970 წლებში Toyota გახდა ერთ-ერთი უმსხვილესი მეწარმე იაპონიაში და 2008 წელს გაასწრო მაჩვენებლით Ford's და General Motors და გახდა ნომერი 1. Toyota-ს წარმოების მეთოდმა ასევე დიდი გავლენა იქონია IT-ში, რიტეილში, ლოჯისტიკაში და სტარტაპებში. ყველა იყენებს ესე წოდებულ ეკონომიურ წარმოებას, რომელიც შექმნა Toyota-მ. თუ გინდა მეტი ამ სტილის ვიდეო რგოლი, დაალაიქე და დააფოლოვე გვერდი. მადლობა, წარმატებები.